აი ხომ მქონია ეგ შეგრძნება, რაღაცას რომ აკეთებ და ხვდები რომ ეს შენი მაქსიმუმი არ არის. კი, როგორ არა. თითქოს შენი ნამდვილი პოტენციალის მხოლოდ რაღაც პატარა ნაწილს იყენებ. და ძალიან გამაღიზიანებელია თან. ხო, ზუსტად. და დღეს სწორედ ამ შეგრძნების გასარჩევად შევიკრიბეთ. ხელთ გვაქვს ესე იგი ძალიან უცნაური მასალა. ნამდვილად უცნაური. ეს არის ტრანსკრიპტი ერთი სამოტივაციო ვიდეოდან და ალბათ ყველაზე პირდაპირი, აგრესიული, შეიძლება ითქვას დაუნდობელი ტექსტია, რაც კი ოდესმე მომისმენია. ნამდვილად. ასე რომ ჩვენი მისია დღეს არის, რომ ჩავუღრმავდეთ ამ ტექსტის ფილოსოფიას და წინასწარ გაფრთხილებ, ეს არ არის ის, რასაც მიჩვეული ხარ. არანაირად. ანუ ის გჯეროდეს საკუთარი თავის და მსგავსი პოზიტიური მანტრები აქ არ არის. არა, ეს ტექსტი პირდაპირ სახეში გაყრის ცივ წყალს და გეუბნება, რომ დროს ფლანგავ. და გამოფხიზლების დროაო. ხო, საინტერესოა, რა დგას ამ სიმკაცრის უკან. ნამდვილად. ეს ტექსტი ფაქტობრივად ერთგვარი ანტიმოტივაციაა. ის სრულად უარყოფს იმას, რასაც ჩვენ, მოტივაციას ვეძახით. იმ დროებით ემოციურ ამაღლებას. კი, ზუსტად მაგას. და ამის ნაცვლად გვთავაზობს ბევრად უფრო ფუნდამენტურ, მაგრამ ამავე დროს ბევრად უფრო მკაცრ კონცეფციას. დისციპლინას, როგორც ცხოვრების წესს და საკუთარ სისუსტეებთან მუდმივ დაუნდობელ ბრძოლას. ეს უფრო ფსიქოლოგიური შოკური თერაპია, ვიდრე მხარზე ხელის დაკვრა. კარგი. მაშინ მოდი პირდაპირ ამ შოკით დავიწყოთ. ტექსტი იწყება დიაგნოზით, რომელსაც ის სუსტ მეს არქმევს. და პირდაპირ შენ მოგმართავს. ხო, არ გელაპარაკება ზოგადად, აი ერთი ფრაზა, რომელიც თავიდანვე გითხრევს. ღრმად შენ ხვდები, რომ საკუთარ ცხოვრებას ფლანგავ. ხომ გრძნობ ამას? იმ მწველ იმედგაცრუებას შენს გულმკერდში. კი, ეს ძალიან ძლიერია, რადგან პირველივე წამებიდან რაღაცნაირ პირადულ, თითქმის არაკომფორტულ კავშირს ამყარებს. და რაც ყველაზე საინტერესოა, ის პრობლემის წყაროს განსაზღვრავს. ავტორი არ ამბობს, რომ პრობლემა მთავრობაა, ეკონომიკა ან გენეტიკა. არა. ის პირდაპირ გეუბნება, რომ პრობლემაც და გამოსავალიც მხოლოდ შენშია. შენი მთავარი მტერი არის შენივე მეორე სუსტი ვერსია. აი ეს ციტატა ხო გახსოვს? შენი ყველაზე დიდი მტერი საზოგადოება კი არა, არამედ შენი სუსტი ვერსია და ის ყოველდღე გჯაბნის. ეს მთელ პასუხისგებლობა შენს მხრებზე გადმონანეს. ხო, გარე ფაქტორებს აზრი ეკარგება. და ისიც კი არტოვებს ბუნდოვნად თუ რას ნიშნავს ეს სუსტი ვერსია. ძალიან კონკრეტული მაგალითები მოჰყავს, რომლებშიც მოდი ვაღიაროთ, ბევრი ჩვენგანი საკუთარ თავს ამოიცნობს. კი, ნამდვილად. ინსტაგრამის უსასრულო სკროლვა შუაღამისას, კიდევ ერთი საათი ვიდეო თამაშებში, ვარჯიშის გადადება ხვალისთვის. რთული საქმისგან თავის არიდება. შენი აზრით სად გადის ზღვარი უბრალოდ განტვირთვასა და იმას შორის, რასაც ეს ტექსტი სისუსტის გამარჯვებას ეძახის. ამ ტექსტის ლოგიკით ზღვარი გადის განზრახვაზე. ანუ თუ შენ შეგნობულად ისვენებ, რომ ენერგია აღიდგინო, რომ მერე საქმეს დაუგრუნდე. კი, ეგ სტრატეგიაა. მაგრამ თუ ამას აკეთებ, იმიტომ რომ თავი არიდო იმას, რაც იცი რომ უნდა გააკეთო, მაშინ შენი სუსტი ვერსია იმარჯვებს. ანუ გაცნობიერებული დასვენება პროკრასტინაციის წინააღმდეგ. ზუსტად. და ტექსტი ამტკიცებს, რომ ადამიანების უმეტესობა მეორე მდგომარეობაშია და ამას ისვენებს არქმევს. გასაგებია. კარგი თუ პრობლემა ჩემშია, ჩემს სუსტ ვერსიაში, მაშინ რა არის გამოსავალი? უმეტესობა იტყოდა მეტი მოტივაცია. მაგრამ ეს ტექსტი ამ იდეას თავდაყირა აყენებს. ვაუ, აი ეს ფრაზა მართლა ძალიან თამამია. მოტივაცია ტყუილია. ის წარმავალი უსარგებლო ემოციაა, რომელსაც სუსტი ადამიანები ნარკოტიკებით მისდევენ. ეს ხომ პირდაპირ უპირისპირდება მთელ სამოტივაციო ინდუსტრიას. ზუსტად. და ამის უკან ძალიან საინტერესო ფილოსოფია დგას. ავტორის არგუმენტი ასეთია. მოტივაცია არის გრძნობა, ემოცია, რომელიც არასტაბილურია. დიახ, თავისი ბუნებით არასტაბილურია. დღეს შეიძლება აღფრთოვანებული იყო, ხვალ კი სრულიად უენერგიოდ. თუ შენს მოქმედებას მხოლოდ გრძნობებზე დააფუძნებ, განწირული ხარ. და ამის საპირისპიროდ ის აყენებს დისციპლინას. კი. დისციპლინა არ არის გრძნობა. ეს არის სისტემა. ეს არის გადაწყვეტილება, რომ გააკეთო ის, რაც უნდა გაკეთდეს. მიუხედავად იმისა. გაქვს თუ არა ამის ხასიათზე ზუსტად? ამიტომ ამბობს, რომ დისციპლინა ყოველთვის ამარცხებს მოტივაციას. ანუ ფაქტობრივად ამბობს, რომ შენს გრძნობებს არ უნდა ენდო.
როცა საქმე მიზნების მიღწევას ეხება. დიახ, და ეს ძალიან ჰგავს სტოიციზმის ფილოსოფიას. სტოიკოსებიც ხომ ამას ამბობდნენ. შენ ვერ აკონტროლებ რასაც გრძნობ, მაგრამ აკონტროლებ რეაქციას. კი, ეს ტექსტი ფაქტობრივად სტოიციზმის ულტრააგრესიული ისტეროიდებზე ვერსიაა. გეუბნება, დაივიწყე რას გრძნობ, ფოკუსირდი იმაზე რას აკეთებ. კომფორტი წარმატების მტერიო, ამასაც ამბობს. დიახ, კომფორტი და კარგი განწყობა მიზანი კი არა პროგრესის მტერია. ამ ტრანსფორმაციის საჩვენებლად ტექსტში ერთი ამბავია მოყვანილი, რომელიც ძალიან კარგად ასახავს ამ იდეას. კაცზე, რომელიც თავის ბნელ ბინაში ზის. და სოციალურ ქსელში სხვების წარმატებას ათვალიერებს. ხო, თავიდან ისიც როგორც ბევრი გამართლებებს ეძებს. ამას გაუმართლა, იმას მდიდარი მშობლები ჰყავდა. მაგრამ უცებ თავში ურტყამს ერთი აზრი, რომელიც ყველაფერს ცვლის. იქნებ უბრალოდ მათ ჩემზე მეტი იმუშევეს. და ეს არის გადამწყვეტი მომენტი. ტექსტის მიხედვით ეს ის მომენტია, როცა ის კლავს თავის ძველ სუსტ ვერსიას და თავისი ისტორიის გმირი ხდება. ეს არის რადიკალური პასუხისგებლობის აღების აქტი. იმ მომენტში, როცა ის ამ კითხვას სვამს, ყველა გარეგანი ფაქტორი უმნიშვნელო ხდება. დიახ. ის აღარ არის გარემოებების მსხვერპლი, ის ხდება საკუთარი ცხოვრების მთავარი მოქმედი პირი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკუთარი თავის მოკვლის მეტაფორა საკმაოდ სასტიკად ჟღერს. კი, და შეიძლება საპირესპირო ეფექტიც გამოიწვიოს. მეც მაგაზე დავფიქრდი. ხომ არ არის ეს მიდგომა ზედმეტად მაჩისტური, მუდმივი ბრძოლის რეჟიმი ხომ გადაწვის პირდაპირი გზაა. აბა რა, სად არის ამ ფილოსოფიაში ადგილი ვთქვათ მენტალური ჯანმრთელობისთვის, თანაგრძნობისთვის საკუთარი თავის მიმართ? სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს ტექსტი ამ საკითხებს საერთოდ არ ეხება. მისი ფოკუსი ერთადერთ რამეზეა, შედეგის მიღწევა ნებისმიერ ფასად. ანუ ეს არის ინსტრუმენტი. კი, ინსტრუმენტია მათთვის, ვინც გრძნობს, რომ სრულ სტაგნაციაშია და სჭირდება ძალიან ძლიერი ბიძგი, თუნდაც მტკივნეული. ეს არ არის დაბალანსებული ცხოვრების რეცეპტი. ეს არის ომის გამოცხადება საკუთარი ინერციისთვის. ზუსტად. და ამ ომს, რა თქმა უნდა, აქვს ფასი. და ამ ომში ფსონები ძალიან მაღალია. ტექსტი მუდმივად ქმნის გადაუდებლობის განცდას. კი, დროის ფაქტორი. არის ერთი ციტატა, რომელიც განსაკუთრებით ჩამრჩა. დრო იწურება. ყოველი წამი, რომელიც გადის, ან შენს იმპერიას აშენებს, ან შენს საფლავს თხრის. ანუ ნეიტრალური დრო არ არსებობს. ხო, ყოველი წამი ან შენთვის მუშაობს, ან შენს წინააღმდეგ. და ამ გადაუდებლობას კიდევ უფრო აძლიერებს სხვა კაცის კონცეფცია. ოღო, ეგ ძალიან საინტერესო ხერხია. კი, რიტორიკული ხერხია, რომელსაც ავტორი გამუდმებით იყენებს. მაგალითად, სანამ შენ ყოყმანობს, სხვა კაცი მოქმედებს. ან სანამ შენ გძინავს, სხვა კაცი შენს ოცნებებს ისაკუთრებს. და ყველაზე მძაფრი, ერთ დღეს მას შეხვდები და ის გაგანადგურებს. ეს ქმნის მუდმივი კონკურენციის და დაძაბულობის ატმოსფეროს. გულწრფელად რომ თქვა, ცოტა დამთრგუნელადაც კი ჟღერს, თითქოს ერთი წამითაც ვერ მოდუნდები. კი, რადგან ვიღაც სხვა შენს ადგილს იკავებს. ეს ხომ ცხოვრებას აქცევს ერთ დიდ შეჯიბრად. სადაც შენი უმოქმედობა პირდაპირ სხვის გამარჯვებას ნიშნავს. მაგრამ რა არის ამ უმოქმედობის საბოლოო შედეგი? ავტორის აზრით ეს არის სინანული. და ის სინანულს წარმოაჩენს როგორც ყველაზე საშინელ სასჯელს. კი, ციტატა ამბობს, სინანული ბევრად უარესია ვიდრე მარცხი, რადგან მარცხი ნიშნავს, რომ სცადე, სინანული კი იმას, რომ არაფერი გააკეთე. ეს აზრი მთლიანად ცვლის რისკის აღქმას. ანუ ამ ლოგიკით. ყველაზე დიდი რისკი არის არაფრის კეთება. მარცხი ხდება არა დასასრული, არამედ პროცესის ნაწილი. მცდელობის მტკიცებულება. დიახ, ხოლო ყველაზე დიდი მარცხი მცდელობაზე უარის თქმა. ეს არის შიშის გადაფორმება. მარცხის შიშის ნაცვლად ის გთავაზობს, რომ გეშინოდეს სინანულის. და აქ მივედით გამოსავალთან, გამარჯვებულის მენტალიტეტთან. საინტერესოა, როგორ უდგება ის შიშის საკითხს. ხო, უმეტესობა გვირჩევს შიშის დაძლევას, იგნორირებას. ეს ტექსტი კი ამბობს, რომ შიშს არ უნდა გაექცე, ის შენს იარაღად უნდა აქციო. შიში შენი მწერი კი არა, შენი საწვავია. ზუსტად, ის კონკრეტულ სავარჯიშოსაც კი გთავაზობს. სიკვდილის სარეცელზე. კი.
დახუჯე თვალები და წარმოიდგინე საკუთარი თავი სიკვდილის სარეცელზე, სავსე სინანულით იმ ცხოვრების გამო, რომელიც არ გიცხოვრია. იგრძენი ეს ტკივილი. და ეს შიში, სინანულის შიში, უნდა გახდეს შენი მამოძრავებელი ძალა. კი, რომელიც ყოველდილით საწოლიდან წამოგაგდებს. ეს არის შიშის გამოყენება და არა მისგან გაქცევა. ამას მოსდევს დომინირების იდეა. ავტორი ამტკიცებს, რომ სუსტი ადამიანები ცხოვრებაზე რეაგირებენ, ელოდებიან. იმედოვნებენ, რომ რაღაც შეიცვლება. ხო, ხოლო ძლიერები დომინირებენ. ისინი აიძულებენ სამყაროს მათ ნებას დაემორჩილოს. ესეც ცოტა აგრესიულად ჟღერს? რამდენად რეალისტურია ეს? ფიქრობ, აქ დომინირება პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიღოთ, როგორც სხვებზე ძალადობა. ეს უფრო შინაგან მდგომარეობას ეხება. პროაქტიურობას. კი, პროაქტიურობას რეაქტიულობის ნაცვლად. იმის ნაცვლად, რომ დაელოდო შანსს, თავად შექმნა ის. ან იმის ნაცვლად, რომ იწუწუნო პრობლემებზე, ეძებო გადაწყვეტილებებს. ზუსტად, ეს არის საკუთარ ცხოვრებაზე სრული კონტროლის აღების მცდელობა. ეს არის იმ იდეის განვითარება, რომელსაც ტექსტი არაერთხელ იმეორებს. გამარჯვებულები აკეთებენ იმას, რაც აუცილებელია და არა იმას, რისი ხასიათიც აუქვთ. დომინირებას ნიშნავს. და რაც ყველაზე მეტად მომწონს, ის ამ ყველაფერს თეორიის დონეზე არტოვებს. ტექსტი მთავრდება ძალიან კონკრეტული, პირდაპირი მოწოდებით. დამუწევას გისვრის პირდაპირ. დამიმტკიცე, რომ ვსწდები, ახლავე. და შემდეგ ჩამოთვლის კონკრეტულ ფიზიკურ ქმედებებს. გააკეთე 100 აზიდვა, ირბინე 5 მილი. გადაყარე სახლიდან ყველანაირი არაჯანსაღი საკვები. ეს არის ფილოსოფია, რომელიც თეორიაში დარჩენას არ გპატიობს. დაუყოვნებლივ მოქმედებას ითხოვს. დიახ, ეს არის კულმინაცია. მთელი ეს მენტალური კონსტრუქცია საბოლოოდ ერთ რამემდე დადის, ფიზიკურ ქმედებამდე. თუ არაფერს გააკეთებ, მთელი ეს ანალიზი უსარგებლოა. კი, ეს არის საბოლოო ტესტი. შეგიძლია თუ არა სიტყვები საქმედ აქციო, ზუსტად ამწამს. მოდი შევაჯამოთ. თუ კი ამ ტექსტის მთავარ გზავნილს ერთ წინადადებაში ჩავატევთ, რა იქნება? აიღე რადიკალური პასუხისგებლობა. დააყენე დისციპლინა შენს გრძნობებზე მაღლა და გამოუცხადე დაუნდობელი ომი საკუთარ სისუსტეს. კი, რადგან დრო იწურება და სინანული მარცხზე უარესია. ის არ გთავაზობს კომფორტს. პირიქით გართმევს მას, როგორც წარმატების მთავარ მტერს. სწორია. ეს არის მსოფლ მხედველობა, სადაც პირადი პასუხისმგებლობა აბსოლუტურია, ხოლო უმოქმედობის შედეგები კატასტროფული. ერთგვარი სასტიკი გამოღვიძების ზარია, ნამდვილად. რომელიც გართმევს ყველა გარეგან გამართლებას და გტოვებს პირისპირ საკუთარ თავთან, შენს არჩევანთან და საათთან, რომელიც წიკწიკებს. ცხადია, ეს ყველასთვის არ არის. არა, მაგრამ მათთვის, ვინც ამას მიიღებს, ის შეიძლება მართლად გახდეს ძლიერი კატალიზატორი. და ბოლოს, როგორც ყოველთვის, გვინდა დაგიტოვოთ ერთი აზრი დასაფიქრებლად. ტექსტი გთავაზობს, გკითხო საკუთარ თავს. დაგაფასებდა თუ არა შენი ყველაზე ძლიერი ვერსია. ის ვერსია, როგორიც გინდა რომ იყო. კი, იმისთვის, რასაც დღეს აკეთებ. მოდი ეს კითხვა ერთი ნაბიჯით წინ წავწიოთ. რა იქნება ის ერთი კონკრეტული, თუნდაც მცირე ქმედება, რომელსაც ახლავე ამ წამს განახორციელებდი, რომ ამ პატივისცემის მოპოვება დაიწყო?